იუნესკოს სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის 20 წლის საიუბილეო თარიღი აღნიშნეთ, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ, რომელსაც ხარს უჭერს სპორტის სამინისტრო და რა თქმა უნდა სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება ჩატარდა სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგანაც სამივე ეს ორგანიზაცია ჰარმონიული თანამშრომლობით ხარს უჭერს იმ კონვენციაზე მიერთებას და იმ სახელმწიფო პოლიტიკის განვითარებას, რასაც ანტიდოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ სპორტული ფედერაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას, კანონის დონეზე კოორდინაციას და რაც მთავარია სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ იმ ცნობიერების ამაღლებას, რომელიც აუცილებელია სპორტში მომუშავე ადამიანებისათვის, რათა იყოს სუფთა სპორტი და ვემსახუროთ სპორტს ჯანსაღად, სამართლიანად და გავიტანოთ ჩვენი ქვეყნის ღირსება, გამარჯვებები საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე. დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა იმ ადამიანებისა და სპორტის მოსწავლეებისათვის, რომლებიც იბრძვიან სუფთა სპორტის და სუფთა სპორტსმენის ინტერესების დასაცავად. ეს არის 20 წელი იუნესკოს სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის მიღება. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ 2017 წელს უკვე საგანმანათლებლო ინიციატივებიც განხორციელდა, ესეც ამ კონვენციის მოთხოვნებში შედიოდა და 2017 წელს პირველი უნივერსიტეტი მთელს მსოფლიოში შემიძლია ვთქვა, სადაც განხორციელდა დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის დანერგვა, გახდათ საქართველოს სპორტის უნივერსიტეტი. ორივე ფაკულტეტზე ეხლა არის 4 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც შეეხება სპორტში დოპინგის წინააღმდეგ გამოყენების საფუძვლებს.